ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს წინა საარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში გამართა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამეგრელოს მოსახლეობას ზუგდიდში შეხვდა. ნათელაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ლეიბორისტების ლიდერმა სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად მან თამაზ ჩარკვიანი დაასახელა. მე დღეს აქ ვნახე სოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ჟიული შარტავას, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ნამდვილი შთამომავლები და გზის გამგრძელებელი სამეგრელოში. და მე მათი ძალიან დიდი იმედი მაქვს. მათ ვერავინ ვერ შეაშინებს და ვერავინ ვერ გადახრის საერთო ქართული გზიდან, რასაც ქვია დიდი საქართველოს გაბრწყინება განთიადიდან წითელხიდან. ლეიბორისტული პარტიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, ღირსეული პენსიები, უმუშევრობისათვის კომპენსაციის დარგება, რათა შესაძლებლობა გქონდეს ჩვენ ხალხს იმისა, რომ იცხოვრონ ნორმალურ სამართლიან გარემოში. შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა. ლეიბორისტული პარტია საკუთარ ამომრჩევლებს ზუგდიდში მორიგ შეხვედრას ახალ წლამდე დაპირდა.